უკრაინა ნატოსგან პასუხს მიიღებს, შეგვიძლია ვისაუბროთ ომის დასრულების თარიღზე. არა, ომის დასრულების არანაირ თარიღზე არ ვსაუბრობთ. პირიქით, ეს რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს. მათ მოუწევთ ინფრასტრუქტურის განადგურება და ეცდებიან, რომ ყველაფერი ნანგრევებად აქციონ, ასე რომ ნატოს აღარ ექნება ჩვენი მიღების სურვილი. თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი გაბედავს პირდაპირ დაუპირისპირდეს ნატოს? არა, ნატოს არა. ეს მანამ უნდა გააკეთონ, ვიდრე ნატოს შეუერთდებით. რათა მისთვის უინტერესო გავხდეთ. განადგურებული ტერიტორიის სახით. ნატოში გაწევრიანების ფასი 99.9%-ით რუსეთთან ომია. თუ ნატოს არ შევუერთდებით, რუსეთი 10-12 წელიწადში შეგვჭამს. აი არჩევანი, რომლის წინაშეც ახლავ დგავართ. და მოდით გავაკეთოთ არჩევანი. მაგრამ მოიცადეთ, თუ სასწორზე დავდებთ, რა არის ამ შემთხვევაში უკეთესი. რა თქმა უნდა, რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი და ნატოში გაწევრიანება რუსეთის დამარცხების შედეგად. ეს ყველაზე მაგარი რამაა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.